დაცუნამ რა. აი მეზიზღება შენერი კაცი. აი ესე რომ მოდიან, ქალებს რომ უყვირიან და თავი კაი ტიპი რო გონია. ხო ცემდრიში მაგარი სიხრები არის. რას უყვირი ამ შენ ცოლ? ან ბავშვებს რას უყვირი? ან ვინ მოგცა ამის უფლება? ან საერთოდ ვის ეშინია ამ შენი ყვირილის? თეკო. აუ, გეხოცა. ეგ არ უნდა გეკანა. ხო, თეკო. თავარ როლში იყოს კაცი, ქარიზმატული, სექსუალური. ხერხე, შენ ხარ გეთამაშა თავარი როლი? შემი, ოცნების მამაკაცი მოვიდა. ნატა, შენ იცი რამე თუ ჩაწყობით გაქვს სამედიცინო დამთავრებული? ზვიად, ხო შოქში ხარ? ეს არის სივრცე, სადაც ყველა ხმა ერთად ქმნის სიმართლეს. ყველა სართულზე ყველა ხმა ერთნაირია. სტატუს მნიშვნელობა არ აქვს, თითოეულის ხმა მნიშვნელოვანია. მოგესალმებით გონუყურებთ სოციუმს YouTube-ზე და დღეს სტუმრად მსახიობი ქალბატონი თინა ლაკიძე. საღამოშვიდობის. როგორ ახალ? გადასარევი. შენ როგორ ხარ? კარგად. ამ საგიჟეთში. კი. დავიწყოთ. თემა გვაქვს პერსონაჟის შექმნა და პროფესიული პროცესი. პირველი კითხვა მაქვს ესეთი, უარყოფითი პერსონაჟის შექმნისას რა არის პირველი რითიც იწყებ მუშაობას? იცი რა, ალბათ თავდაპირველად თვითონ პერსონაჟს რა ქმნის უარყოფითად, ალბათ. როგორია გარემო, რა არის მისი მიზანი, რა იძულებს რომ იყოს უარყოფითი, რათა მიაღწიოს თავის მიზანს და რა ხერხები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს და ალბათ საზღვრავ ხოლმე იმას რაში მოდის ამ პერსონაჟის თქვათ სინდისი და ქმედება წინააღმდეგობაში ერთმანეთთან. ალბათ ეს არის საფუძველი, როდესაც იწყებ უარყოფითი პერსონაჟის შექმნას პრინციპში და განსაკუთრებით უარყოფითი პერსონაჟის შექმნას. რამდენად რთული ასეთი გმირის ბუნებრივად თამაშთა საკუთარი ემოციების კონტროლი? იცი თუ კი ვლაპარაკობთ პერსონაჟზე, ემოციური კავშირი სასიამოვნოც არის, იმიტომ რომ ამას აქვს რაღაც მარცვალი მხილების. და როდესაც შენთვის მიუღებელია, ხო, რაღაც სისასტიკე, ძალადობა,
აგრესიულობა, არაჰუმანურობა, მოდი ერთი სიტყვით ასე ვთქვათ. შენი პროფესია და მაგალითად უარყოფითი გმირი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან ისეთი ხერხებით ამხილო ადამიანის ესეთი რაღაცნაირი ჭრილოვანი მხარეები. ის მხარეები, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს აქვს, ხო? ყველა ადამიანი ბევრი რაღაცისგან შევდგებით და ამოწიო ის ხაზი და ძალიან ლოგიკური გახადო მისთვის ეს ქმედებები. ამას რა თქმა უნდა რაღაც პერსონაჟის იმ მომენტამდე სანამ ეს ისტორია ვითარდება, რაც მაგალითად ნაწარმოებში შედის, მანამდე რა პრეისტორია ქონდა, რითი მოვიდა, რა რით დატვირთული მოდის ამ მომენტამდე, საიდან ჩვენ ვთქვათ ნაწარმოების ისტორიას ყვება და რამდენად სასტიკია ის და მე ვთქვათ როგორ კიდევ უფრო აღვივებს ამას და ანვითარებს და როგორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისთვის მიზნის მიღწევა, მე როგორ ყოფავს ამაში კიდევ და კიდევ უფრო ღრმად, მე როგორ ებმება ამ ბოროტების სიტყვაზე ქსელი, იმიტომ რომ თქვათ დამნაშავე არასოდეს არ არის ხოლმე მარტო თავის დანაშაულში, მას ყოველთვის სჭირდება მოკავშირე. და მე როგორ ამ მოკავშირეებთანაც როგორი ის არის, რა ქვია, არაკეთილსინდისიერი, მე როგორ იტოვებს უკან დასახელ გზებს, როგორ აგროვებს სიტყვაზე ამ თავისი მოკავშირეების წინააღმდეგაც კომპრომატებს, რომ თვითონ ყველა სიტუაციიდან გამოვიდეს გამარჯვებული. და ამ ყველაფერს რაღაცნაირად ისჭირდება რა დაფიქრება, გათვალისწინება, შეიძლება სიუჟეტური ხაზი არ მიყვებოდეს ამდენ რაღაც არ იყოს ესეთი მოქნილი, მაგრამ პერსონაჟს მაინც ამდიდრებს თუ მსახიობს აქვს ეს წინასწარ ნაფიქრი და გამდიდრებული გამოცდილება. იცი რა არ მქონია სხვათა შორის ესეთი აი პირდაპირ ბოროტი და პირდაპირ ერთპირო მოცუდი პერსონაჟი, ეს გმირი და სასტიკი პერსონაჟი არ მითამაშია, თუმცა ჩემ პერსონაჟებს ხშირად აქვს ეს რაღაც მხარეები, რომელიც ყოველთვის დადებითი არ არის. ანუ პერსონაჟების რომის გამორჩევდი? იცი რა, აი თუნდაც რომ ვთქვათ, რომ მოდი ვთქვათ, რომ ეს ესეთი არ არის ძალიან დიდი ცოდვები, რაც მაგალითად ჩემი ცოლის დაქალების პერსონაჟს აქვს, ხო, თეკოს. მაგრამ ისიც არ არის ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პერსონაჟი. ხო, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს ის ძალიან უყვარს და სახალისოა რაღაცა, მაგრამ ხო, ხო გიფიქრე იმაზე, რომ ჩემ პერსონაჟს ჩილსადაზე, რომ იმის უკან იმალება დიდი ტრაგედია შევდა, რომ ასეთი მხიარულია. ხო, რა თქმა უნდა, ეს რაღაც ძალიან დიდი თავისი უკმაყოფილობის და ცხოვრებაში გაუმართლებლობების სიყვარული. შეიძლება შქარია სიყვარული. ხო, თუნდაც სიყვარულში გაუმართლებლობის გამო ამას რაღაც კომპენსირება. ხო, და რაღაცა ცდილობს, ხო, მინდის იმ ნაბიჯებს, რომ მიუხედავად იმისა, ცოლი ყავს, მაინც ესეთი შეუპოვარი ამის მოპოვებაში და რაღაცნაირად არ უშინდება, არც ის აშინებს, რომ მაგალითად შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი დედამთილს არ მოეწონები, ხო, ყველა ხრიგზე მიდის. დიდრთილი არ ჩას, მაგრამ უსწორხარ. ხო, ნუ რაღაც ეს ხო ცდილობს, რომ ყველანაირად მოხიბლოს. ესპანურში დადის მასთან. გიტარაზე. და ხო, მაგრამ ნუ ეს რომ დადებითი პერსონაჟი არ აკეთებს ასეთ რაღაცებს. ამასია. ანუ ამასაც აქვს თავის უარყოფითი მხარე, მაგრამ ხანდახან უარყოფითი თვისებები მომხიბვლელი ხდება ხოლმე მაყურებლისთვის, არ ვიცი ეს თავად მაყურებელმა განსაჯოს, კარგია თუ ცუდი, მაგრამ ნუ ხშირად რაღაც ესეთი ხულიგნური მხარეები მოწონს ხოლმე მაყურებელს. კი, ინტერესად. რა თქმა უნდა. ანუ ვცდილობ თუ არა, რომ პერსონაჟის ქცევის გამართლებას რომ მასში გახვიდე. როგორ? ანუ ვცდილობ თუ არა, რომ პერსონაჟის ქცევას ან გამართლებას მასში რომ გახვიდე.
იცი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენი პერსონაჟი იყოს დამაჯერებელი, ამისთვის აუცილებელია, რომ შენ აბსოლუტურად გესმოდეს მისი საქციელის ლოგიკა. შენ თუ ამ პერსონაჟის საქციეს რაც არ უნდა შენთვის პიროვნულად მიუღებელი იყოს ეს აბსოლუტურად შენს იმ მომენტში გჭირდება რომ ეს გახდეს მიზანი შენ ყველა პატარ-პატარა მიზნებს მიაღწიო, დაძლიო ყველა სირთულე და აბსოლუტურად ისეთი ლოგიკური ჯაჭვი ააგო და გიწევს ამის გაკეთება, რა თქმა უნდა. მეორე თემა მოგვიახლოვთ და ეს არის მაყურებლის საქმე და იდენტიფიკაცია. და კითხვა მაქვს ასეთი, როგორ ფიქრობ მაყურებელი ყოველთვის ხედავს რომ პერსონაჟი ბოროტია თუ ზოგიერთ თანაგრძნობასაც იწვევს? ძალიან საინტერესო კითხვაა. იცი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა თვითონ გავიგო, ჩვენ ხო თქვათ მსახიობებიც ვართ, კინოში მუშაობთ, მაგრამ აგრეთვე ხო მაყურებელი ვართ ჩვენ. და ძალიან საინტერესოა ის, რომ რაც არ უნდა შენს თავზე იცოდე, რომ რაღაც დანაშაული გაქვს ჩადენილი, ან სასტიკიც ხარ დრო და დრო. მაინც როდესაც უყურებ ფილმს, რაღაცნაირად ეს პარადოქსია, სულ რომ შენი საქციელი განახონ, შენ არ აიგივებ შენ თავს იმ პერსონაჟთან. აი, ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენ პოლიტიკურ კონტექსტშიც, რომ აი განიხილო მაგალითად ეს რამდენი პოლიტიკური დეტექტივი გვინახავს. და რამდენჯერ გვინახავს, როგორ უსწორდება სისტემა ადამიანს. ძალიან ბევრი ფილმია. ნიჭიერი, ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაგალითად ის დამნაშავეები, რომლებიც დღეს მოქმედებენ, ხო, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ და რომლებიც დღეს არიან სათავეში და ამას ჩადიან, შენ რომ უბრალოდ ქრონიკა რომ შეადგინო მათი საქციელების, აი იმ დღიდან, როდესაც მათ დაიწყეს კანონების შეცვლა და შენ რო აქედან გააკეთო პოლიტიკური დეტექტივი და პერსონაჟებიც რომ აიყვანო ძალიან მსგავსი და დასვა ისინი ეკრანების წინ, მათ ეგონებათ, ისინი გაიგივებენ თავის თავს ანდრო ჭიჭინაძესთან, ირაკლი მიმინოშვილთან, ირაკლი ქერაშვილთან, ზია ამაღლობელთან, ანუ მათი აღქმა იქნება ის, რომ ისინი არიან დადებითი პერსონაჟები. აი ეს ჩემი აზრით არის ძალიან საინტერესო ფენომენი, რომ ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ამ ადამიანებს თავისი საკუთარი თავი დავანახოთ ამაში და არა ის, რომ ცუდები სხვები არიან. და ეს როგორ უნდა მოახერხოთ, რომ დავანახოთ, რომ ცუდები არიან, ანუ საკუთარი თავი როგორ უნდა გასვათ. იცი რა, არ ვიცი, უბრალოდ დრო რო გავა, რა თქმა უნდა, ისინი თავის თავს ამოიცნობენ, თუ კი ასეთი ფილმები შეიქმნება, მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ, რომ მათ იმდენად ბევრი აქვთ დასაკარგი და ეს პოლიტიკური ჩვენი ჟანრი, რაშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და უნდა ვთქვათ, რომ ეხლა არის ის დრამატურგიული ხაზი, როდესაც ჯერ ბოროტი იმარჯვებს, მე რა უნდა მოხდეს ფილმში გარდატეხა და ჰეპი-ენდით თავდება. ყველა ფილმი არ თავდება ჰეპი-ენდით, მაგრამ ხო, მაგრამ ეხლა თან კიდევ რა არის, იცი, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს აქ რეალობაში პოლიტიკური შპიონური სერიალი, გარდა ამისა ჩვენ კიდე მაფიოზური დრამაც გვაქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული მართლობა ცდება რაღაც სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკას, ხო? ეგ გადადის უკვე აბსოლუტურ მაფიოზურ სტრუქტურაში, როდესაც ყველა მოკავშირე, რომელიც ამ საქმეში არის ჩათრეული, არის ერთმანეთზე გადაბმული. და როდესაც მათ სულ რომ უკვე აღარ უნდოდეთ, უკან დახევის საშუალება არ აქვთ, იმიტომ რომ იქ რომელიმე დონ ვიტო კარლეონეს და რომელიც ვიცით ვინ არის დღეს, ხო? ეს
Don Vito Corleone ის არ აძლევს საშუალებას, რომ ესენი გაუშვას. ესენი უკვე ბოლომდე არიან ერთმანეთთან გადაბმულები და სანამ ან ერთმანეთს არ განადგურებენ ბოლომდე მანამდე იქნებიან უკვე გადაბმულები ერთმანეთს. აი შეთქვი რომ უნდა ყურებინა რომ უნდა გაიგივებენ თავს ეგეთი ჩიცოდა უბრალოდ აღმოჩნდა ერთგვარი გრძნეული რაღაცნაირი დრამატურგია. ხო? რაღაც ნიჭიერად მიწოდებული საზოგადოებისთვის, ძალიან სატირული ფორმით. ხო, რამდენიმე წლით ადრე, ანუ აღმოჩნდა პოლიტიკური ველის ძალიან სწორი ანალიზი. ეს ხო არ არის შემთხვევითობა. ეს ხომ არ არის ზოგი მართლა გაწევას ამატყობდა კეთი დოდარი, რომ ეს ეხა პრეზიდენტად გვიცის ხავალაშვილი, რომ სულიკო დარდიანიძე იყო. ნამდვილად და ზოგჯერ აი ტექსტიც კი ემთხვევა, ხო? ისეთი აბსურდულია, როდესაც პერსონაჟი ამას ამბობს და გეცინება, ხო? 100,000-ობით მაყურებელს ეცინება პრეზიდენტის ამ სიტყვებზე და მე დგება დღე, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გამოდის მართლა შენი პრეზიდენტი, ან შენი ქალაქის მერი და სიტყვით იმეორებს. აი ვერ ჩაგიგდა ის კაცოს პრემიერ-მინისტრი ეცახა ქალიკაი. აი ზუსტად ერთი ერთში სიტყვათა წყობა იგივეა, რომ ეს ხომ ხალი არ არის. დღეს დიდი დღეა. ჩემი ბრძანებით შეწყალებული იქნებიან ქალები. ყველა გარდა პოლიტპატიმრებისა. ისინი არ არიან ქალები. ქალებს აფხედავ, არც ერთი არა ხალი. ხალი არ არის კაცები. არის რაღაც სხვა ჯიშია, ხალი არ არის. ხედავ, სხვა ჯიში არის, ქალია. ქალებს ებრძვიან. ნამდვილად. ქალებს ებრძვიან, საღაზრს ებრძვიან. იცი, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ბრძოლა მიდის ახლა რაღაც ჰუმანური იდეების წინააღმდეგ. აქ აღარ არის რაღაც პოლიტიკური რაღაც იმისი, რა ქვია, პოლიტიკური ხედვებს შორის განხეთქილება ან რამე სხვადასხვანაირი გზების ძიება, მემარცხენეობა, მემარჯვენეობა. განაცხობა. აქ არის უბრალოდ აი კლანური, მაფიოზური კლანების გარჩევებს უყურებთ ახლა და ძლიერი ანადგურებს იმას, ვინც გამოიჩინა სისუსტე. თავის დროზე ვინც გაიყიდა და ამიტომ ისე გამოდის, რომ ჩვენ ახლა ვართ აი ზუსტად იმ დრამატურგიულ წერტილში, როდესაც ძალიან მალე ეს ბოროტების ის დაიწყებს ნგრევას და ჩვენთვალწინ ჩამოშვა. ნაზალა ყიწყებს. ხო, დაწყებულია, რა თქმა უნდა. არის შემთხვევები, როცა მაყურებელი უარყოფით გმირს საკუთარ თავს აიგივებს თუ ძირითადად თავს შორს იჭერს მისგან. იცი, აი რაზეც ვილაპარაკეთ, მე მგონი ზუსტად ეს ის კითხვა ცოტა დავასწარით. თუ რამე მე ვერ დავიჭირე განსხვავება ამ კითხვის. გამიმეორეთ შეიძლება დავასწარეთ, მე გაგცე დამატებდი რამეს. გამიმეორე შეკითხვა თუ შეიძლება. ანუ არის შემთხვევები, როცა მაყურებელი უარყოფით გმირს საკუთარ თავთან აიგივებს თუ ძირითადად თავს შორს იჭერს მისგან. იცი, აი მაგალითად ჩვენ არ გავიხილავს ის, როდესაც ხდება უარყოფითი გმირის რომანტიულად აღქვა. როდესაც მხოლოდ აი რაღაც ძალის გამოვლინება ან რაღაც ისეთი იდეალების გატარება, რომელიც იმ მომენტში ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ხდება მომხიბვლელი, ხო? ჩვენ მაგალითად ნახეთ და ჩემი თაობის ხალხი ძალიან ბევრი ამბობს, რომ სიტყვაზე მთელი ეს მაფიოზური საგები ძალიან ფანტასტიკურად გადაღებული და გაკეთებული ფილმები, ეს ვთქვათ, ნათლი მამა და რა ქვია, ქართული თარგმანი როგორ არის Scarface. აი რომ ამ ფილმებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ხო, 90-იანი წლების მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე საზოგადოებაში და აი ეს სწორად ის მომენტი იყო, როდესაც ახალგაზრდებმა თავის თავი გააიგივეს იმ გმირებთან, რომლებიც ძალაუფლებას ძალადობით იხვეჭენ. და
ზუსტად ის მივიღეთ და სხვადასხვა იგივე ჩემცოლის დაქალების მაგალითიც რომ ავიღოთ, როდესაც ძალიან ისეთი სატირით გამოიყვანეს ეს ბაბულიკების პერსონაჟები, ეს იყო პირველი სეზონიდან. ეს იყო სატირა და ძალიან ბევრმა აღიქვა, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული კარგი ტონი. ხო? და მიმართონდა ბაბუთი და დღესაც ისია. და დაამკვიდრეს რაღაც ისე უშნო, აი ესეთი დამოკიდებულები და აღიქვა. მე მოკალებით შემოვიდა, რომ ეს კლანური დაპირისპირება მოხდა. ხო, ნუ არ ვიცი როგორ უნდა, ალბათ საზოგადოებას რაღაც მეტი გამჭრიახობა და ის მოეთხოვება, ალბათ დაფიქრება, ხო, რომ ეს რაღაც მხოლოდ ილუსტრაციის ნაწილი არა, იყო, არამედ დაფიქრდნენ რა არის აქვს გაშარჟებული, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ხშირად ეს ასე მოქმედებს. კი, ამ კითხვასთან ასოცირდება რაც შემთხვევით კითხვა, რომ მაყურებელს უფრო აშინებს ასეთი გმირი თუ პირიქით უფრო მეტად აინტერესებს მისი ბუნების შეცნობა. იცი ხო, იმის გამო, რომ უარყოფით გმირში ძალიან ხშირად მეტი სპექტრი არის ხოლმე ნაჩვენები და დადებითი პერსონაჟი ძალიან ხშირად რაღაც ერთ სახად დადებითია ხოლმე გამოყვანილი, რომ რატომღაც მაყურებელი უფრო ისე სიმპათიით ვერ უიტყვი, მაგრამ აი რაღაც ხილში ვარდება ამ უარყოფითი გმირის. იმიტომ რომ ეს ბოროტებაც ხო როგორი რაღაც არის, არა, მე შენს მიმართ ვარ ძალიან სასტიკი, მაგრამ როდესაც მომდივარ სახლში ვარ არაჩვეულებრივი დედა, მაგალითად ძალიან თბილი და ჩემ მეზობელსაც ვეხმარები, რაღაცას ავკარგიანი ვარ. ან რაღაცა სიკეთის გაკეთებაც შემიძლია. და შემდეგ შეიძლება ჩემ თავში მე რაღაც ჭიდილიც მქონდეს. და შემდეგ როდესაც რაღაც ზღვარს გადავდივარ, ხო და უკვე ფაქტიურად აღარ მრჩება ის რაღაც სიკეთის ქმნის და რაღაც ვილები ხდება გალევა, ხო რაღაცის და უკვე გადავდივარ მით უმეტეს დრამატურგიას ჭირდება რომელიღაცა მხარემ რაღაც უფრო ძლიერი გახდეს და უფრო გამოიკვეთოს, მე უკვე ვეძახით რომ ეს არის მაგალითად უარყოფითი პერსონაჟი და რადგან მაყურებელი აკვირდება აი ამ რაღაც დილემას, გმირის, გარდატეხებს რაღაც ბევრად უფრო საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ დადებითი გმირი, ნუ აი პრინცესა მაგალითად, ხო? არის რაღაც დადებითი, არის ნათას არის, წინავე ყველაფერი კარგად აქვს და ელოდება როდის გაიმარჯვებს ბოროტება. და ამიტომ ნუ ეს რაღაცნაირად თითქოს ცალსახაა. ეს სახე და ამიტომ ხდება ხოლმე ისე, რომ აი უარყოფითი გმირი უფრო რომანტიზირებულია საზოგადოებაში. მეოთხე თემა, მესამე თემა გვაქვს მსახიობის პასუხისმგებლობა და ზემოქმედება. და კითხვა მაქვს ასეთი, რამდენად ფიქრობ, რომ მსახიობს აქვს პასუხისმგებლობა მაყურებელზე უარყოფითი პერსონაჟის თამაშისას? ზართული შეკითხვა, პასუხისმგებლობა ალბათ აქვს. მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ ალბათ პასუხისმგებლობა აქვს სანამ როლზე დათანხმდება. ან არ დათანხმდება. თუ კი ხდება, რომ ეს ფილმი მოცემულ კონტექსტში, სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში ემსახურება რაიმე პროპაგანდას და მისი გმირი შეიძლება იყოს ძალიან მომხიბვლელი და ეს გახდეს, ანუ ბოროტებისთვის ხელი შეუწყოს პროპაგანდას და გამოყენებული იქნას ამ მანქანის მიერ, მე ვთქვი, რომ მაშინ არის სწორედ პასუხისმგებლობა მსახიობის, რომ მან ეს რაღაც მხრივ უნდა გასჭრიტოს და თქვას ამაზე უარი. და თუ კი ის უკვე თანხმდება როლს, მაშინ შიგნით უკვე მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაიჭიროს მსახიობმა თავის პერსონაჟი და თუ კი ის სიტყვაზე ვარლამ არავიძეს თამაშობს,
როგორ შეიძლება რომ იქ შენ არ გაუშვა ბოლომდე შენი თავი და მონანიების თავად მიზა როგორ შეიძლება იქ გაუშვა რომ აქ ცოტა მივცე აქ ნაკლები და ვთქვათ მსახიობზე იყოს ის პასუხისმგებლობა პერსონაჟს მე ვფიქრობ რომ ეს პირიქით მაქსიმალურად დამაჯერებლად უნდა გაატაროს როგორც არის ვარლა მარავიძე ხო როგორც მაგალითად ჩვენი ახლა არაფორმალური მმართველი ის კაცი რომელიც ვისი ხო იქიდან და პოზიციონირება აქვს რომ მოსულია იმისთვის რომ ქვეყანას ან მოევლინოს როგორც მშველელი დაეხმაროს ყველას ქმნას სიკეთე და სინამდვილეში ვხვდებით რომ როგორ რაღაცნაირ აბსოლუტურ ჩიხში შევიდა ქვეყანა, როგორი საზოგადოების დაპირისპირება მოხდა, როგორი ფაქტიურად მას სიები უდევს მაგიტად. არაფერით ჭამდა. ანუ აბსოლუტურად სიების მიხედვით მოქმედებს. ხო, არაფერი არ განსხვავდება, ახლა მე ვფიქრობ მისი დღის წესრიგი იმისგან, რაც ვარლამ არავიძის წესრიგი, როგორ მოაქვთ მას სიები, როგორ ქმნის ის ერთ რის საფუძველზე დაიჭირეს გუშინ სანდრო ბარათელი. არის ეს? დაიგეთ ბატონო მიხეილ. ამ ბოლო დროს ზოგიერთი ვაი მხატვრის ნაჯღაბნი ინდივიდუალიზმის ნიშნებს ადარებს. ეს ხო ჩათამნება მხატვარი ხულიგანი? კავშირი აქვს ანარქისტ პოეტებთან. გუშინ წინ საღამოს 5 საათზე მოვიდა მხატვართა პარნასში და იმუქრებოდა. ვინც ღვთისმშობლის ტაძარს ხელს ახლებს, იმ ხელს ძირში მოვაჭრე პაპაჩემის ხანჯლით. მაინც ამოვთხრი. თემა გვაქვს პირადი გამოცდილება და ემოციური მხარე. და კითხვა მაქვს ესეთი, ყოფილა შემთხვევა, როცა მაყურებელმა შენს პერსონაჟს ზედმეტად რეალური და საშიში უწევდა? საშიში არ ვიცი, არ ვთქვამთ, რომ საშიშია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც იმდენად ზუსტად ამოუცნიათ თავის თავი და იმდენად თუ თქვამთ, რომ ეს პერსონაჟი ზუსტად მე ვარ და ზუსტად ეს პერსონაჟი, შენი პერსონაჟი მაძლევს პირიქით ძალას იმისთვის, რომ ვიყო უფრო თამამი და უფრო გაბედული და რაღაცას არ შეუშინი და უფრო ასე, რომ გითხრა რომ რაღაც საშიში არა, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, მე არ მითამაშია ჯერ ისეთი ცალსახად უარყოფითი, ესეთი სასტიკი გმირი. გინდა ესე? სიამოვნებით ვითამაშებდი, იმიტომ რომ საინტერესოა მაინც რა იმ ლოგიკური ჯაჭვის აღდგენა და გავლა ემოციურად რა გაკეთებინებს ამას. რა გაკეთებინებს ამ ბოროტებას, როგორ პოულობ ძალას და როგორ ამართლებ, ანუ ეს мотивация ძალიან საინტერესოა. როგორ ახერხებ, რომ გადაღებების შემდეგ უარყოფითი ემოციები არ გადმოიტანა პირად ცხოვრებაში? ყოველთვის ვერ ვახერხებ. მაგალითად მსახიობური ტექნიკა იყოფა ორ ნაწილად, რა, აი ძალიან ისე ყოფენ, რომ არის ესეთი სამსახიობო წრეებში ყვებიან ამ ისტორიას, როდესაც ლოურენს ოლივიე გააცნეს დასტინ ჰოფმანს, ან პირიქით დასტინ ჰოფმანი გააცნეს
ლორენს ოლივიეს და უთხრეს, რომ აი შეხედეთ, რომ ეს ისეთი მსახიობია, რომელიც პერსონაჟში შედის, ძალიან დიდი ხანი ცხოვრობს ამ პერსონაჟის ცხოვრებით, ანუ ბოლომდე უშვებს ამ ტრაგიზმს თავის თავში და შემდეგ უკვე მთლიანად ისე გარდაიქმნება იმ პერსონაჟად, რომ მთელი ეს ემოციური სპექტრი გადის ამ მსახიობზე. და ლორენს ოლივიემ უპასუხია, რომ მაგარიაო და თამაში არ უცდიაო? ანუ ესეთი ის არის რა, ორი, რომ ერთი, რომელიც არიან მსახიობები, რომლებსაც ძალიან ადვილად შეუძლიათ შევიდნენ და გამოვიდნენ იმ წამსროლიდან და არიან მსახიობები, რომელთთვისაც უფრო ახლო არის, რომ აი რაღაცნაირად იცხოვრონ იმ პერსონაჟის ტყავში დიდი ხანი. და ამ სერიალებში, შესვლელ როლებში იცოდოთ ხელმარის თქვა იცი რა, არა, იმიტომ რომ გარემო არ იყო რადიკალურად განსხვავებული ჩემი გარემოსგან. და ჩემთვის ადვილი დასაჯერებელი იყო ის პრობლემები, რა პრობლემებსაც ჩემი გმირები აწყდებიან და იმ ემოციური ხაზის დაჭერა და კინოს კიდევ ის პლუსი აქ თეატრისგან განსხვავებით, თუ კი თეატრში გარემო ძალიან პირობითია, კინოში და სერიალში ყველაფერი არის ძალიან ნამდვილი. ანუ იგივე ის ჭიქა იქნება, თუ დამოკიდებულება, თუ ტანისამოსი, ყველაფერი და ისიც რომ ხელოვნურ შემთხვევაში გქონდა შვილთან რაღაც პრობლემები, რომელიც სწავლებს არ სვამდა, ასევე ხელმაში რა ქვია, იდეალურ დედაში შვილთან რაღაც გაურკვეველდებებთან გქონდა კიდევ ურთიერთობა, ეს ნამდვილია. ხო, ესეც ძალიან ნამდვილია და თვითონ თავად პრობლემებიც ძალიან ნამდვილია. ეს არ არის თქვა, ჩვენ მაგალითი მოვიყვანეთ რაღაც შპიონური და მაფიოზური დეტექტივებს. ხო, ამ შემთხვევაში რაღაც ეს ისეთი რადიკალური გარემოა, ან მაგალითად თუნდაც როდესაც პროფესიულ სერიალებს იღებენ, აი იგივე მზარეულები, ან მაგალითად როდესაც საავადმყოფოში ხდება მოქმედება, ხო, ხელოვნური სუნთქვის შემდეგი ხაზიც ის არის. შეიძლება არ იყოს ძალიან ორგანული და იმ პროფესიას გჭირდება იმ მზარეულებშიც, მაგალითად გჭირდება, რომ რაღაც ელემენტარული, როდესაც სამზარეულოში დგები მღუმელთან თუ სამუშაო მაგიდასთან, რაღაცნაირად მოხერხებულად იყო, ხო? ის დამაჯერებელი იყო ისიც და ისე დაჭრა და ისე გააკეთა, რომ მაქსიმალურად გაუადე. ხელოვნური თქვა რა, ის ილაპარაკა როგორც ნამდვილი ექიმი და ოპერაციაში ისე იყო როგორც რა თქმა უნდა, მაგას ჭირდება რაღაც ჩვევების და თვისებების და რაღაც იმეების გამომუშავება, რა თქმა უნდა. ხო და აი რასაც ვამბობდით, რომ ამიტომ ჩემთვის არ იყო რთული ამ გარემოში და ამ ემოციური რაღაც სპექტრის დაჯერება. და ის გარემოც რა გარემოშიც მიდიოდა გადაღებები ყოველთვის მეხმარებოდა. მე ძალიან მეხმარება ასევე კოსტუმი. ჩემთვის კოსტუმი და ვარცხნილობა აი რაღაც თუ ზუსტად არის მორგებული, ძალიან კარგად მაძლევს ხოლმე პერსონაჟის ხასიათს. აი თუნდაც შეიძლება ერთი სამაჯური გეკეთოს და იმას შემოგიტანოს რაღაც ხასიათი. აი ზარეულებს რაღაცნაირად გეცვა ეს ჩიცოდოშიც. ხო, პერსონაჟის აი ეს ვარცხნი მე მახსოვს, რომ ჩიცოდეში, როდესაც პირველი გადასახები დღე იყო და პერსონაჟის აი გაკეთების დრო იყო, ნინო, რომელიც იყო ჩვენი მეიქაპ არტისტი, აი ეს თმარო მახსოვს, რომ გამიკეთდა და ეს რაღაცნაირი ხუჭუჭები, რომ გამოვიდა კულები, იმან ისეთი ხასიათი შემოიტანა, იმან განაპირობა და განსაზღვრა ძალიან დიდ წილად, როგორი იქნებოდა თეკოს გმირი მაგალითად. იმან სხვადასხვა ვარსკვლავები ქონდა უფრო თემატური. კი, რა თქმა უნდა, აი პირველი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ხასიათი მაგან ეს ვარსკვლავი ქონდა ვერ გაჩვენე, ერთ-ერთი კადრი. კი, ნამდვილად ეს რაღაცნაირი აწეულებ. ერთი ვარცხნილობა მიყვარს კიდე ტელევიზიაში მიმდინარეობს მოქმედება და იქ ძალიან გაჩეჩილია და ისე ძალიან გასაგებია. კი, იმიტომ რომ ჩვენ კოსტუმების მხატვარი, ვინც იყო თამუნა ხიზანიშვილი, ისიც ძალიან კარგად ფიქრობდა პერსონაჟზე და ამიტომ ძალიან ისეთი რაღაც ჰარმონიული გამოდიოდა გმირი.
ხოდა ისე რომ შენ შეკითხოს რომ პასუხი გავხსე, დიდი სირთულეები არ მქონია. მაგრამ იმედი მაქვს რომ კიდევ დიდი გამოწვევები მელოდება წინ პროფესიაში. აუცილებლად და დავწუდეთ უნდა ეს ყველაფერი და ბრძოლა ბოლომდე რომ მსახიობები დაუბრუნდნენ თავიანთ სცენას. ბრძოლა ბოლომდე და ის დიდი დანაშაული, რასაც ნიშნავს ბავშვების და ახალგაზრდების განვითარებას, სწავლის პროცესის მოწყვეტას და თავის პროფესიებში ეგეთ გაჩერებას, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი დანაშაულია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე ყველაფერს მოევლება და რაღაცნაირად შეგვიძლია დაეწიონა. თქვათ რომ თავისუფლება ანდროც ჭინაძეს და ყველა პოლიტპატიმარს სინდისის პატიმარს თავისუფლება ბრძოლა ბოლომდე და მე მჯერა რომ ეს სისტემა იმდენად შიგნიდან გამომპალია და იმდენად არ დგას არანაირ ღირებულებებზე, რომ მის არსებობა ბოლო წუთებს ითვლის. გავადრა და მე უფრო ბრძოლის ოღონდ ჩუჩუჩე ხელოვნებას მომხარ და როგორ მიმდინარეობდა გადაღებები და ასე შემდეგ. კი ბატონო, მათი საუბრად საინტერესო იყო. ნამდვილად და იმედი მაქვს რომ კიდე ახალ პროექტებზე ვისაუბრებთ ბევრს. კი. მადლობა ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ ეგეთი საინტერესო კითხვებით, ეგეთი საინტერესო თემით და მომენტის საშუალება გამახსენებინა ის საყვარელი პერსონაჟები, რომლებიც და მაყურებელს გავახსენებ. მაყურებელს გავახსენებ. დაგვიწერეთ კომენტარებში რა ფიქრობთ ამ ჩვენ საუბარს. კი და დაგოსაბსკრაიბეთ და ღილაკიც გააქტიურეთ. აუცილებლად. მადლობა ძალიან გვახართ. მეც ეს არის სივრცე, სადაც ყველა ხმა ერთად ქმნის სიმართლეს. ყველა სართულზე ყველას ხმა ერთნაირია. სტატუს მნიშვნელობა არ აქვს, თითოეულის ხმა მნიშვნელოვანია.